სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი არს დაიხოს ყველას გილოცავთ ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს ეს არის ეგრეთ წოდებული როგორც უწოდებს პეტრე პავლობა წმინდა პეტრე პავლობის ანუ მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს დასრულდა მარხვა ჩვენ ვიმარხულეთ მოციქულებისადმი მოციქულებს მიუძღვენით ეს მარხვა და მოციქულების მსახურებას აი დღეს არის ეს დღესასწაული პეტრესი და პავლეს და ხვალ არის 12 მოციქულის ხსენება რომელთა სახელზე არის სვეტი ცხოვლის ტაძარი აგებული. რა თქმა უნდა დღევანდელი დღის შესახებ და მოციქულების პეტრესა და პავლეს მოღვაწეობის შესახებ ბევრი შეიძლება ითქვას და გვისაუბრია კიდევაც და გვითხოვს, მაგრამ დღეს მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ერთ გარემოებას. ძალიან ხშირად პეტრე და პავლე გამოისახებიან, ცხადი ერთად უნდა გამოისახონ ორი ხსენება, მაგრამ ძალიან ხშირად გამოისახებიან ესე იგი ერთმანეთისადმი შემხედვარე ძმური ამბორით რაც განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ერთ გარემოებას. საქმე ის არის, რომ დღეს სახარებიდან წავიკითხეთ, როგორ უთხრა იესო ქრისტემ პეტრეს, რომ შენ ჩაგაბარებ სასუფეველის კლიტეს, გასაღებს. და ვისაც შენ შეუშვებ სასუფეველში შევა, ვისაც არ შეუშვებ არ შევა, ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანური მიწიერი თვალსაზრისით შევხედოთ, ამაზე მაღალი თანამდებობა დედამიწაზე უბრალოდ არ არსებობს. არ არსებობს არც მეფე, არის ამაზე მეტი, არც რაიმე არ ვიცი რა ვიშევადარო. ესე იგი, წარმოგიდგენთ ადამიანი, რომელსაც აქვს ჭაბარებული გასაღები, ვისაც გაუღებს ამ სასუფეველის კარგ შევა, ვისაც არ გაუღებს არ შევა. აი მეტი თანამდებობა არ არსებობს. და ამის შემდეგ, როდესაც იესო უთხრეს პეტრეს, გადის რაღაც დრო და სულებით მოუდნელი პერსონა. ეს არის პავლე, ახალგაზრდა პავლე, რომელსაც ქვია სავლე და რომელიც დევნის ქრისტიანობს. და აი ღმერთმა ეს სავლე გამოირჩია. უწოდა პავლე მოინათლა და დაიწყო გახდა მგზნებარე ქადაგებელი ქრისტიანული სარწმუნოების. და არა მარტო მგზნებარე ქადაგებელი გახდა. არამედ რაღაც ახალი შემოიტანა ქრისტიანული სარწმუნოების ქადაგებაში, რის გამოც საერთოდ მოციქულთა კრების მოწვევა გახდა აუცილებელი. ეს იყო თემა, თუ როგორ უნდა გავრცელებული იყო ქრისტიანული სარწმუნოება წარმართებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ პავლე ებრაელია და სრული წესით არის, ესე იგი, სრული წესით არის იუდეველი, უმაღლესი საეკლესიო განათლება აქვს მიღებული და წარმომავლობა აქვს ესეთი და მიუხედავად ამისა, მოკლედ პავლემ შემოიტანა ეს თემა წარმართებს შორის გადაგების და აი ეს რაც მოგახსენეთ ხალხთან დაკავშირებით, როდესაც ისინი ამბობს უყოფენ ერთმანეთს. ეს არა მარტო გარეგნული, არამედ ეს არის მათი მოღვაწეობის პირდაპირ შედეგი, რომ ესეთებია გახდნენ. მე ხა მინდა ხაზი გაუსვა ერთ გარემოებას, რომ როდესაც იესო ქრისტემ ჯვარცმამდე, როდესაც იესო ქრისტესთან ორი მოციქული მივიდა, ივანე და იაკობი და უთხრეს, რომ ჩვენ გვინდა რომ შენს მარჯვენი და შენს მარცხენი დავსხდეთ, მოციქულებმა ძალიან ინერვირეს ამაზე და შეიძლება ითქვას იეჭვიანეს. იმიტომ რომ ეს ეჭვიანობის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა საერთოდ კაცობრიობის ისტორიაში წითელ ხაზად გასდევს. ძალიან ბევრი უბედურება მოგვთარა ამ ეჭვიანობის გამო და რაში მდგომარეობს, ნახეთ ახლა მე პეტრესა და პავლეზე ვკვლავარებ, რომ პეტრე ფაქტიურად ამაზე მეტი აღარ არსებობს. მოციქულთა თავია, უკვე თავიდანვე დაადგინა იესო ქრისტე მოციქულთა თავად და აი გამოჩნდა ვიღაც, რომელიც არ არის 12 მოციქულთა რიცხვში, რომელიც მერე შემოვერდა, რომელიც პირადად არც იცნობდა ქრისტეს, ესე ახლოს არ არის ასეთ სახარებაში აღწერილი და არამედ გამოეცხადა მას ქრისტე და ეს უცხო ადამიანი ერთი არ იყო უცხო, რა თქმა უნდა, მაგრამ
აი მოვიდა და პეტრეს თანამდებობა გაიგო. ანუ ორი მოციქულთა თავი ყავს ახლა პეტრე და პავლე. და აი სწორედ ეს არის აქ ნამდვილი ჭეშმარიტი ქრისტიანობა, რომ აი ჯვარცმამდე თუ მოციქულებს შეეძლოთ ეჭვიანობა, ჯვარცმამდე თუ მოციქულებს შეეძლოთ, ანუ რისი შედეგი იყო ეს ეჭვიანობა? ეს არის კარგად არ ესმოდათ რაზე იყო ლაპარაკი, ანუ ბოლომდე არ იცოდნენ, იმიტომ რომ უსოდნოდათ რა თქმა უნდა ისინი მდერად კეთილშობილი ადამიანები იყვნენ, ყველანი რომ არაფერი ეჭვიანობა არ ექნებოდათ, მაგრამ აი ეხლა ყველაფერი ცნობილია. აი ესე იგი ერთი მთავარი მიზეზი, რის გამო შეიძლება ეჭვიანობა მოიფროს, ეს არის სოდნა და პირველ რიგში საღვთისმეტყველო სოდნა, რაც ჰქონდა პეტრე მოციქულს. და მეორე ეს არის რა თქმა უნდა სათმოებები, ეს არის სიკეთე, ეს არის ის რომ აი სახიერი სიტყვა არსებობს ქართულად, აი კეთილი. პეტრე იმდენად კეთილი იყო, რომ ოღონდ ქრისტეს ქადაგების საქმე წარმატებული ყოფილიყო, რა თქმა უნდა ის მისი თანხმობით მოხდა ის, რომ პავლე გახდა მოციქულთა თავი და მეორე აი პავლე როგორი იყო კიდე ამ ხრები დაკითხეთ. ესე იგი ესეთი რამე წერია თავისების სკოლაში, რომ მე დიდი ხანია რომში ჩასვლა მინდოდა, რომ რომაელი ქრისტიანები გამეცნობდა მე ქადაგაო, მაგრამ თავს ვიკავებდი ესე წერს. რომ იქ პეტრე ქადაგებდა, რომი პეტრეს ქალაქი, რომ პეტრე ქალაქი ქადაგებდა და რომ მისთვის ხელი არ შემიშალა, რატომ შეეშალა, ხო? არა ნახეთ რას ამბობს, სხვის საფუძველზე, სხვის მიერ ჩახვდა საფუძველზე მე რო შენობა არ მეშენებია. ნახეთ, ესე იგი თავს იკავებდა ჩასვლისაგანაც კი. აი როგორი ქრისტიანული მორიდება თუ დელიკატურობა თუ რა ვიცი რა უწოდ. აი ესეთები იყვნენ მოციქულები. გარდა იმისა, რომ მათ ქრისტე უყვარდათ და ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, გარდა ამისა მათ ჰქონდათ საოცარი პატივისცემა, მორიდება ერთმანეთის, სიყვარული და სწორედ ეს არის ხალხზე გამოხატული. პეტრესა და პავლეს ხალხზე. და ეს არის შეიძლება ითქვას ეს ერთსულოვნება, ეს არის ამას ეწოდება ერთსულოვნება და ეს არის მთავარი მოწოდება და ეს იყო მთავარი მოწოდება ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორესი, რომელსაც ეს სიტყვა, რა თქმა უნდა, ეს სიტყვა ყველამ იცის, მაგრამ მას ეს სიტყვა გამოცხადებით ეუწყა, მან მოგვიყვა, რომ მას ჰქონდა ესეთი სიზმარი, რომ უნდა წასულიყო პოდვის მონასტერში, რაც აღასრულა კიდევაც და რომ იქ რომ ჩავიდა, უბრალოდ გადასცა მას ხატი, რომელსაც ეწერა ერთსულოვნება. ამ ხატზე იყო ეს სიტყვა და ეს იყო ეს ერთსულოვნება იყო, რასაც სულ ქადაგებდა ჩვენი პატრიარქი და მოგვიწოდებდა მთელ ერს და რომელიც ყოველთვის იყო საჭიროებო საკითხი ჩვენი ქვეყანაში და დღესაც განსაკუთრებით საჭიროებო თემა არის, ესე იგი ერთსულოვნება. აქ არის გამოსავალი ერთსულოვნებაში და სწორედ პეტრეს და პავლეს ერთმანეთის მიმართ ოდნავ მაინც რო ქონოდათ რაღაცა შური ან დაძაბულობა, რატომ უნდა ქონოდათ, მაგრამ აი როგორც ხდება ხოლმე, ხო გითხარით მოციქულებს ჰქონდათ ეს რაღაც მსგავსი ჯვარცმამდე. მაშინ რა თქმა უნდა, აი ეს ქრისტიანული ქადაგების საქმე ესეთი წარმატებული ვერ იქნებოდა. აი ეს არის ესე იგი ადამიანის უმაღლესი მოწოდება, რომ ყოველგვარი პირადული აზრი გვერდზე გადადოს. და მთავარი გამოირჩიოს. მთავარი კი ეს არის უფლისმსახურება, რომელსაც აღასრულებდნენ წმინდანი მოციქულთა თავნი პეტრე და პავლე. ვერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს და